ბათუმში კობოლაძის ქუჩაზე მცხოვრებ 200 აბონენტს გუშინ ღამის 3 საათის შემდეგ წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. მიზეზი ენერგოპრო ჯორჯიას კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაოების დროს მილის დაზიანება გახდა. ამ ეტაპზე კობოლაძის ქუჩაზე წყლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ბათუმის წყლისა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები. ბათუმის წყლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, წყლის მიწოდება კორპუსს რამდენიმე საათში აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებულ ასფალტის საფარს, მერიის წარმომადგენელთა განმარტებით იგი დროებით ბალასტით დაიფარება. დაზიანების შესწავლის შემდეგ კი გზის დაზიანებული მონაკვეთის კეთილმოწყობა ენერგოპრო ჯორჯიამ უნდა უზრუნველყოს. ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ისინი ხელშეკრულების ფარგლებში იმოქმედებენ. კობოლაძის ქუჩის 2 ნომერის მიმდებარედ ენერგოპრო აწარმოებდა მიწისქვეშა სამუშაოებს, კერძოდ კაბელის მაღალი ზამის კაბელის გაყვანას, ის დროსაც მოხდა წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანება, რამაც გამოიწვია ფაქტიურად ასფალტის საფარის დაზიანება და ამ მომენტისათვის წყალი შეჩერებული აქვს მხოლოდ ერთ კორპუსს, ეს არის კობოლაძის 4. ახლა მიმდინარეობს საკონტროლო სამუშაოები, სავარაუდოდ 2 საათში აღუდგება აბონენტებს წყლის მიწოდება. წყლის მიწოდება აღუდგება უახლოეს პერიოდში, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოების, წყლის მილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე აღუდგება წყლის მიწოდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წუთის მდგომარეობით მხოლოდ ერთი სახლი არის გათიშული, მანჩენ ჩართულია და რაც შეეხება გზის სავალ ნაწილს, დროებით მოხდება შეკეთება, ბალასტის შევსება და შემდგომში უკვე სპეციალისტების მიერ შესწავლა მოხდება იმ ზიანის გზის სავალ ნაწილის აღდგენა და ზიანის განაზღაურება, რა თქმა უნდა, ენერგოპროს ან კომპანიის კონტრაქტორ კომპანიას დაიწყო. სამუშაოს აწარმოებდა ჩვენი კონტრაქტორი ფირმა. ეს მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები თხუნელას მეთოდით. მოხდა გაუთვალისწინებელი ავარიული მდგომარეობა, გაიხრდა წყალსადენის მილი, რამაც გამოიწვია დაზიანება. დაზიანდა როგორც მილი, ასევე სავალი ნაწილი გზის. ჩვენ მოქმედებს კანონიდან გამომდინარე ხელშეკრულების საფუძველზე.